საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, რუსთავიორის ერთგულ მაყურებლებს, ლოტო 642-ის მოთამაშეებს, ვინც თვალს ადევნებ ტელეკომპანია რუსთავიორს, დღეს არის სამშაბათი დღე, ცხრის ნახევარსაც უკვე გადასცა, რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ლოტარია ლოტო 642 დაიწყო და ისევე როგორც ყოველ სამშაბათს და პარასკევს, დღესაც ბუნებრივია ჩვენ შევეცდებით, რომ გავათამაშოთ ძალიან მსხვილი, სოლიდური თანხები, ჩვენი ჯეკპოტი მეორე საპრიზო კატეგორია, მესამე საპრიზო კატეგორია ასევე, სადაც ძალიან მსხვილი თანხა მოგროვდა. მე ყოველს ბუნებრივია წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ მაინც სანამ გადავინაცვლებდე ჩვენს ჯადოსნურ ღილაკთან და დავაჭერდე მას ხელს, ჩვენს ლოტოტრონს ავახმაურებდე და დავასახელებდეთ მომგებიანი ბურთების კომბინაციას, მანამდე აუცილებლად უნდა შეგახსენოთ ჩვენი ჯეკპოტი, მით უმეტეს რომ ის ნამდვილად თქვენს დამეთანხმებით, რომ ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, 1,810,872 ლარს შეადგენს ის და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად მზად არის, რომ რომელიმე თქვენგანის გახდეს. მეორე საპრიზო კატეგორიაშიც როგორც გითხარით, ძალიან სუყე თანხა მოგვიგროვდა 106,000 ლარს გაცდა და მესამე საპრიზო კატეგორია 10,000 ლარს შეადგენს უკვე. ჩვენ წინა გათამაშებებში მეორე და მესამე საპრიზო კატეგორიები ვერ გავათამაშეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს საკმაოდ მაღალია შანსი იმისა, რომ სწორედ აი ამ ყველაფერს გამოვკრათ ხელი. მოდი მე ნელ-ნელა გადავინაცვლებ, დღეს არის 707 ტირაჟი. ყველას ბუნებრივია, ვინც უკვე შეიძინეთ ლოტო 642-ის ბილეთები, მე გისურვებთ წარმატებას და უკვე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. 3, 2, 1 და დავაჭირეთ ხელი ჩვენს ღილაკს, ჩვენი ლოტოტრონიც ახმაურდა და დაველოდოთ აბა რომელი იქნება ის პირველი ციფრი, რომელიც გახსნის დღევანდელ კომბინაციას და ყვითელმა ფერმა დაიწყო და საკმაოდ მაღალი რიცხვი შემოგთავაზა, 39 გახლავთ პირველი მომგებიანი ბურთი და ველოდებით უკვე მეორე მომგებიან ბურთს. მწვანე ფერი წამოგვეწია ამასობაში 18 რიცხვი მოგორდა ჩვენამდე, როგორც ხედავთ, დავიწყეთ 39-ით, გავაგრძელებთ 18 და მესამე მომგებიანი ბურთი, რომელიც არის 15. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ციფრები, რომელთაც შეავსეთ თქვენი ბილეთები, სწორედ აი ამ ციფრებს ემთხვევა. 20 გახლავთ მეოთხე მომგებიანი ბურთი და ამჯერად უკვე უნდა დაველოდოთ მეხუთე მომგებიან ბურთს, რომელიც საკმაოდ დაბალია. 3 გახლავთ ის, მოკლედ დავიწყეთ მაღლით, მე საშუალო რიცხვებით გავაგრძელეთ და ამჯერად უკვე საკმაოდ დაბალი ციფრი შემოგთავაზა ჩვენმა ლოტოტრონმა. ისევ მაღალი 35 წითელი ფერის მომგებიანი ბურთი მოგორდა ჩვენამდე და ველოდებით უკვე ბონუს რიცხვს და ის გახლავთ 26. მე რა თქმა უნდა ტრადიციას არ დავარღვევ, კიდევ ერთხელ გადავიმეორებ დღევანდელ მომგებიან ბურთებს. 39-ით დავიწყებ, 18, 15, 20, 3, 35 და ბონუს რიცხვი გახლავთ 26. მე ყველას კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იღბალს მოვარტყავთ ყველანი ერთად მიზანში, იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ თქვენი, არამედ ჩვენი სურვილიც არის, ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენი ყველას მთავარი მიზანი ის არის, რომ ლოტო 642-ის მოთამაშეები გავახაროთ, ვიდრე შედეგები წამოგვეწეოდეს და ის აუცილებლად ჩემგან ხელმარცხნივ ძალიან მალე გამოჩნდება, მანამდე უნდა შეგახსენოთ ის მთავარი ნაბიჯები, რომლითაც თქვენ მნიშვნელოვანია დაიწყოთ საქართველოს ეროვნულ ლოტარიასთან ურთიერთობა. ელექტრონული ვერსია ყველაზე მარტივი შეიძლება ითქვას, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ლოტო 642-ის ბილეთები ციფრულ სამყაროში და ციფრული საშუალებით, ასე ვთქვათ, შეავსოთ ისინი. ამისთვის კი უნდა ეწვიოთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის საიტს www.loto.gi და თქვენთვის ასურველი ციფრებით შეავსოთ ისინი. ასევე ლოტოს ჭიხურები, რომელიც თქვენ კარგად იცით, რომ მიმოფანტული არის საქართველოს მასშტაბით და სერვის ცენტრები, სადაც ასევე შეძლებთ ბილეთების შეძენას. აი მე აღვნიშნე, რომ გასული გათამაშებების ფარგლებში ჩვენ ვერ შევძელთ მესამე საპრიზო კატეგორიის და მეორის გათამაშება თქო და დღეს ძალიან კარგი შედეგებია. მესამე საპრიზო კატეგორია გათამაშდა 9,158 ლარი მოიგო ერთმა ადამიანმა. მეოთხე საპრიზო კატეგორიაც გაგვითამაშებია 4,819 ლარი ასევე ერთმა ადამიანმა მოიგო, მით უმეტეს ახლა წინა საახალწლო ფუსფუსი და სამზადისია და ვფიქრობ, რომ მსხვილი თანხები ჩვენს მოთამაშეებს განსაკუთრებულად ჭირდებათ. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, მე გემშვიდობებით და ერთმანეთს უკვე შევხვდებით პარასკევს. დროებით.